ერთი წიაღიდან ერთი ფასეულობების ხალხი ხარ და პლუს ერთი პარტია იყო მთავარი სახურავი, ხო? იყო დრო ასეთი. ამიტომ თქვენი დაწყვილება, გაერთიანება არც არავის არ გაუკვირდებოდა ჩემი აზრით. თუმცა არსებობდა ინფორმაცია, რომ აი თქვენიც კი 4 ადამიანი, ვინც აგზის ახლა, თქვენი დალაგებაც არ იყო მარტივი, მაგალითად მე ნიკასთვის ეს კითხვა პირდაპირ ეთერშიც მაქვს დასმული, მელიასთვის თითქოს არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მელიას არ სურდა ელენე ხოშტარიასთან ერთ გაერთიანებაში ყოფილიყო. ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ მომავალზეც, მაგრამ მოდით ერთი-ორ კითხვას გაეცით თუ შეიძლება პასუხი. ნიკა, თქვენთვის იყო მთავარი პრობლემა თუ არა ამ გაერთიანებაში ელენე ხოშტარი? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ თქვენს მაყურებლებს. ძალიან მოხარულები ვართ მეც, რა თქმა უნდა, მათ შორის, რომ შედგა ის გაერთიანება, რომელიც მათ შორის მე ვფიქრობ არცეთ ჩვენგანს ცხადად არ წარმოგვედგინა სულ რამდენიმე კვირის წინათაც. ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო, უბრალოდ ჩვენ პასუხისმგებლობა და მიხარია რომ ეს უნარი აღმოგვაჩნდა, შეიძლება ეს უნარი არ ქონოდა საკმარისად განვითარებული, აღმოგვაჩნდა, გადავდგით თანხმდრი ნაბიჯი, უპასუხეთ იმ გამოწვევებს, იმ მოთხოვნას, იმ დაკვეთას, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობდა. მეც მიხარია რომ გაერთიანდით, მოდით ამას ვიტყვი, ახალი სხმა იქნება, ჩემი აზრით ამ გაერთიანების ძალიან უხარე და ალბათ ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ამ არჩევნებში. უბრალოდ აი პირდაპირ რომ მიპასუხოთ კითხვაზე, რაც მე დავსვი. უბრალოდ არიან ადამიანები, დაინტერესებული ადამიანები, აქ ეხა ჟურნალისტებს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, მით უმეტეს თქვენ ამ შემთხვევაში, ვინც ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს რაღაცა ვერ შეთანხმდა, რაღაცა ვერ გამოვიდა, ვერ გამოწყვა, ვიდრე რაღაცა შედგა და მე ვფიქრობ, შედგა ძალიან მნიშვნელოვანი ერთობა, საარჩევნო ამოცანა ამ ეტაპზე შესრულებულია. მე მქონდა აი ესეთი დამოკიდებულება, ასეთი ხედვა, რომ ერთიანი სია არ იქნებოდა წარმატებული ფორმულა, მაგრამ ამავე დროს მიმაჩნდა პირველივე დღიდან, რომ გამსხვილებები პოლიტიკურ ძლიერ ცენტრებში პარტიების იქნებოდა ძალიან საჭირო და აუცილებელი. რომ მე მთხოვა ამ თემაში ერთმანეთს, მეც ის ამომრჩეველი ვარ, რომელსაც მიაჩნდა, რომ ერთიანი სია არ შეიძლება. ეს არ იყო მარტივი, ისევე არ იყო მარტივი, როდესაც ნიკასა და ჩემი გაერთიანება მოხდა როგორც პოლიტიკური სუბიექტისა, რთული პროცესი იყო და ამაზე გვისაუბრია. რა თქმა უნდა, ასეთ სხვადასხვაობა ეხლა თვეების განმავლობაში, წლების განმავლობაში და მომავალში ასე იქნება იარსებებს ჩვენ შორის, ყველა შორის საკითხების გარშემო, ეს ნორმალურია, თუმცა ეხლა ელექტორატი თითოეულ ჩვენგანს როგორც პოლიტიკოსებს გვყავს განსხვავებული პარტიებს, აქვს განსხვავებული მხარდაჭერა, განსხვავებული ადამიანებისა და დიახაც, როცა მრავალფეროვნება იჩენს თავს და ერთიანდება განსხვავებული ჯგუფები, სინერგია აქ შეიძლება დაიბადოს. განსხვავებულობა ხო გააჩნია რას გულისხმობთ, არავითარ შემთხვევაში გასაგებია, რომ წარსული შეიძლება უკავშირდებოდა ამა თუ იმ პოლიტიკურ გაერთიანებას ჩვენი ყველასი და კიდევ სხვები, მაგრამ ეხლა მე ვიცი თითოეული აკופი ადამიანის პოლიტიკური წონა, მათი შესაძლებლობა არც საკუთარ თავზე ვარ ნაკლებიც წარმოდგენის, მაშინ როდესაც უშუალოდ ვიყავი იქ სადაც ვიყავი წლების განმავლობაში და სიახლის პრეტენზიით ვიყავი ძალიან ბევრი 1000 თუ არა 1000 ახალი ამორჩეველი და მიხარდა ეს იყო ჩემი ამოცანა და რა თქმა უნდა შევძინე იმ პარტიას ვინაიდან პროფესიონალი პოლიტიკოსი ვიყავი და რა თქმა უნდა ვიღაცა იყო რა თქმა ტრადიციული ამორჩეველი იმ პარტიის ვიღაც ხო ამიტომ საკითხის დასმა ისე რომ თითქოს ჩვენ ვერთიანდებით ერთი ელექტორატის გარშემო ის არ არის სწორი. კარგი, მაგას მე უფრო მეტად ჩავშლი, იმიტომ რომ მე მაინც მგონი ელენესთან გადავალ შეიძლება, იმიტომ რომ იქნება არის ნორმალურია ხო და გააჩნიათ ხო განსხვავებები ჩვენ შორის ძირითადად იყო ძალიან პოზიტიური ურთიერთობა მეტიც იყო პერიოდი როდესაც ელენეზე მეტად ახლო თანამებრძოლი მეგობარი პოლიტიკურ სპექტრში პრაქტიკულად მე არ მყავდა არც მას მე ვფიქრობ უბრალოდ ხდება ცხოვრებაში როდესაც დროები დაშორიშორება ხდება ამ ურთიერთობებისა წერტილებისა თუმცა მიხარია რომ ეს შედგა თული იყო ნამდვილად. აი აქ ეხა თქვენი კადრები, როდესაც ხედავთ რომ გადის, სანამ ბრიფინგზე დავდგებოდით,
ხომ ელენე ხოშტარიას მეგობარს მივესალმე, სანამ ოთახში ვიყავი ამ სივრცეში. შესული ხელი ჩამოვართვი. არ მინდა განგებს სახელი დავასახელო, თქვენს იცნობთ. ხელი ჩამოვართვი, ჩამომართვა, მაგრამ არა გული და სულით და იქ ვიკითხე იუმორით რომ ნუ რატო ასე მძიმეთ. ეს უმძიმესი ამბავი დაგვემართაო რა. ხო და ნუ ჩვენთვისაც მძიმე ამბავი, ამიტომ რთულია ნამდვილად. უმძიმესი რომ თქვენ ერთად არა, იცით რა არის, შინვეული, ასე იყო ჩვენი გაერთიანების შემთხვევაში ასე იყო. ინგა, თუ ამოცანა და ბაყურებლებსაც ამოცანა ქონდა ორი, ერთი ის მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ქონოდა და დარჩენოდა ამორჩევლს ოპოზიციურად განწყობას და მეორე მაქსიმალურად მინიმიზებული ყოფილიყო რისკი, რომ ოპოზიციური ხმა არ დაკარგულიყო. გავჩერდეთ, ნუ ნაწილობრივ ინგა და მე და თქვენ შენ რაც ჩემზე გითხოვს და მე რაც შენზე მithქვავს, არ ვარ შენთან ეხა ხითერში? ხო ვარ. ეს არაფერს არ ნიშნავს, ეს არაფერს არ ნიშნავს. მე ჟურნალისტი ვარ და არანაირი ვალდებულება არ გაქვთ, რომ ჟურნალისტი გიყვარდეთ ან არ გიყვარდეთ, მაგრამ ეთერში მისვლის ვალდებულებას თუ თუნდაც ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში შეინარჩუნებთ, კარგი იქნება. ნიკა გვარამიას საქებრად უნდა